Salami, hello, გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? ხო ხართ კარგად. როგორ ხარო? კარგად, უღრმესი მადლობა. მე კარგად ვარ. ესე იგი, რა ხდება ჰაუსში? გაინტერესებთ? გუშინ ლორენცო გადმოვიდა ჩემთან ოთახში, ხალხო? აი აღარიციან პროვოკაციაზე რითი გამომიწვიონ, აი ეს ადამიანები უკვე ან ოთახებშიც მივარდებიან, გუშინც შემომივარდნენ და გუშინ ნასვამი ლორენცო შემოვარდა ჩემთან ოთახში და დაკიდა ეს ფოტო და დაიძინა. მე არ მაქვს საშუალება და უფლება ჩემო უსაყვარლესებ რომ აი ესე უთხრა ამ ადამიანს რომ ოთახიდან გავიდეს, იმიტომ რომ არ არის ეს ჩემი სახლი, ეს არის ჰაუსის საკუთრება და ჰაუსის საკუთრება რო არ შემიძლია უთხრა რომ ჩემი ოთახი დატოვოს, სადაც უნდა იქ შეუძლიათ დაწვეს. ამიტომ მე ამ ოთახს არ ვტოვებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორიები მაკავშირებს ამ ოთახთან დაკავშირებით და ამ ოთახს არ ვტოვებ, ესე იგი ეს ადამიანი შემოვიდა და დაწვა და ეხლა როგორ მოვიქცე არ ვიცი, ხალხო, უკან გუშინ მთელი ღამე პროვოკაციაზე უნდა და რომ წამოვეკიდებინე, მაგრამ ნუ არ ავყევი და დღეს დილითაც აგზევს მაგ სიტუაციას და ვერ გავიგე როგორ მოვიქცე ეხლა და აი აღარ იცი რა გააკეთო, მეძახიანი, მეზიზღებიო, აი ესეთ სიტყვებს აი ვერ ვხვდები, საიდან რატომ რანაირად დავიმსახურე მართლა ეს სიტყვები. ესე იგი, ეხლა ყველამ 1500 კაცი ხარ და ყველამ კარგად მომისმინეთ. აუთსაიდერის სკამზე არ ვჯდომილ ვარ და იმდენად ეშინიათ ჩემი აუდიტორიის ხალხო, რომ აი ამდენი ვართ, გაიგე, მესენჯერ ჩატში რომ უკვე 2000 კაცი ავედით და Facebook გვერდზე 8000 ავედით და აი აქ TikTok-ზეც უკვე 40000 ავედით. ანუ იმდენად ეშინიათ ამ ადამიანებს ჩემი სკამზე დაჯდომის ხალხო, რომ სამა ადამიანმა ლელუმ, ლორენცომ და მუზებმა ანუ სკამზე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არც ერთმა არ დამსვა გჯერათ. იმიტომ რომ ჩემი აუდიტორიის ეშინიათ და მე ერთმანეთს ეჩხუბებიან ხალხო, ვაიმე რატო არ სვავ ჯავახას, ანუ მუზებს ეჩხუბებიან რატო არ დასვი ჯავახა, ვაიმეო და თვითონაც არ მსვავენ, გაიგე? ანუ იმდენად ეშინიათ ჩემი გულშემატკივარის ხალხო, იმდენად ეშინიათ რომ აი რას აღარ აკეთებენ იმისაც რომ მაგრამ მაინც არ მსვავენ, ხვდებით? ანუ აზრი არ აქვს, არ მსვავენ, თან სკამზე არ ზომიან, არ იციან ჩემი შესაძლებლობები, კარგი. ესე იგი, არ ვიცი როგორ მოვიქცე რა მართლა რა უკვე ოთახში, ერთადერთი კომფორტის ზონა მქონდა ოთახში. სადაც აი ესე განმარტოვებულად ვიყავი პროვოკაციებს თავს ვარიდებდი და აქაც შემომივარდნენ და აქაც ეხლა დამიწყებს 1-2 დავიღალე უკვე ხალხო დედას ვიცავ. მართლა დავიღალე დედას ვიცავ. ძალიან დიდი ბოდიშები დამოგიხადოთ გუშინდელი ჩემი რეაქციის გამო, მაგრამ რაც მოხდა გადაცემას რო უყურეთ, რაც მოხდა, ეგ იყო რავი, აი ყველანაირად გამომიწვია, ანუ ადამიანმა გამომიწვია ისეთ სიტყვებით, რაც ნებისმიერი კაცი მაგ სიტყვებს არ მოითმენდა, რა ვიცი, ვინმე თუ ხართ აქ და მითხარით ვინ მოითმენდით ეგეთ სიტყვებს. მე ანუ ამ მე და ლორენცოს ჩხუბი მიმდინარეობს ხალხო და ლოგინზე წვანან ხალხო. ესე იგი, თინათინი და ლელუ და ვითომ თინათინი და ეს დიან აი ეს საყვარელი გოგოები რო იყვნენ და ჩხუბი რო ხდებოდა, ვაიმე სახლი და ვერ ოთახი და ვერ გამოვალ, ვაიმე არ შემილია. აი იქ იწვნენ და ეუბნეოდნენ დაცვას რომ გაუშვითო ხალხო, ჯავახა გაუშვითო აქეზებდა. ანუ აი ამ სიტყვებს იძახდა რომ ჯავახაო გაუშვითო, მიდითო რომ ანუ თავის მეგობარი ლორენცოსთვის რომ სახე გამეგლიჯა, მაგის გამო მეუბნეოდნენ გაუშვითო ხალხო. ანუ აი ნენელა ნამდვილი სახეები ამ ადამიანებს აი ესე ნიღბები რომ უკეთია ზრებად ხალხო და რაც ვახსენე იქამდე ვიქნებით რომ სანამ ამათ ნამდვილ სახეებს არ დაგანახებთ ხალხო, როგორი საყვარლები იყვნენ და გუშინ აი ეს ჩხუბისთვის ვაიმე რა ხდება და
გუში ანუ დაცვას ევრიდან გაუშვითო ჯავახა აგერიცხნე გოგოები ჩხუბი რომ მომივიდა და გაუშვითო ჯავახა გაუშვითო გაიგე რომ თავის მეგობრისთვის სახი გამეხია გაიგე აღარ შევილია ესეთი ფარისეულობა უკვე დავიღალე ერთ მომენტში ანუ და რა ვუკვირთ იცი მე ანუ ესეთ მდგომარეობაში ვარ თქო ანუ ფსიქოლოგიურად ცუდად ვარ თქო და კიდე ამ თქვენი დამატებულია ესეთი რა ვიცი გამოსვლები და გასვლები დავიღალე თქო შემოვედი ოთახში ანუ და შემოდიან ამ წინა დღეს მეუბნებიან ესეთ სიტყვას რომ ჯავახ შენ ხარ პრინცესა შენ ხარ ეს კაცობა დაგჭა აქედან მინდა წახვიდე ძალიან და მეორე დღეს შემოდიან აგერ ჯდებიან ოთახში აგერ ჯდებიან და ჩავკიცი რა ის მარტო რო ხარ ძალიან არ მოგწონს და ეს შეგიძლია გამოხვიდე იმიტომ რომ ის რა ქვია შენ თამაში რა თამაში გინდა ხალხო ანუ სახეზე გადამაფარებენ და მე არა წამოდი მithom არაფერი არ არის ფარისეველი და დამანებით თავი რა ანუ ვეუბნები არ ეს ხალხო არ არის ფარისეველი ადამიანი ერთ დღეს კონფლიქტი მქონდა ჩხუბობდი ადამიანთან და მეორე დღეს მივიდე და აი მე იცი რა წამოდი ერთად რა უნდა ვითამაშო ხალხო რა ივენტში მონაწილეობა უნდა მივიღო არაფერს არ გავაკეთებ ვაფშე რასაც მინდა იმას გავაკეთებ აი ესე თუ მინდა მთელი დღე ვიწვევი არაფერს არ გავაკეთებ იმ კონტენტის შექმნად რასაც ლორენცო აკეთებს თავის სასქესო ორგანოს რო არეკლამებს ხალხო და მაგაზე აკეთებს კომენტარებს ანუ აი რა უნდა გავაკეთო მითხარით ანუ ეგეთი კონტენტის კეთებას მირჩევნია ვაფშე არ გავაკეთო ხალხი ბონდოზე რო იძახდა ლორენცო რა ესე დავცინიო დავცინიო შენო ის ადამიანი ხარო შენზე კი არ შენ გულშემატკივრები კი არ შენ დაგცინიანო და ეხა მთელი საქართველოს დასცინის ლორენცოს რო თავის სასქესო ორგანოს ელაპარაკება ხალხო და ამაზე აკეთებს კონტენტს და კუჭიროს ტკივა ორი შაურმა რო ჭამა და კუჭირო აქ ცუდ მდგომარეობაში მთელმა საქართველოს მიცის ხალხო და ამაზე აკეთებს კონტენტს და უნდა რომ უბალეჩიკოთ მიდი ლორენცო ტუალეტში შევდო რა უნდა ვერ გავიგე ესეთი კონტენტის კეთებას მე მირჩევნია აესე ვიწვე ლოგინში და ამათი რეალური სახეები დაგანახოთ ჩამოხსა და დაგანახოთ ანუ მეტი არაფერისო და აი ამ ყველა რა ხდება რა 973 რა არის მარი მოგენატრაო სად არის მარიამი როგორ ჩავცვა არ არის ეგ არ არის ხო და ესეთი რაღაცები ხდება სახში რა აი სრული ფარისეულობა და მე ანუ სამართლიან ასრო ვაფიქსირებ ამის გამო ხალხი მხვდება და ამის გამო ვარ მე ცუდი ადამიანი იმიტომ რომ სიმართლე მწარი და ამ ადამიანს ეს სიმართლე ძალიან მწარი ხდება გაიგეთ ანუ გესმით აი 1800 კაც გეუბნები შეიძლება ესე ანუ ვერ გადმოგცეთ რა ეხლა იმიტომ რომ რასაც ლაპარაკობ რასაც ყველაფერი ლაივზეა მაგრამ აქედან მაინც ჩემ გულშემატკივრებს გესაუბრებით ბოლო ორი ვიდეო ნახეთ აუცილებლად 1800 კაც გეუბნებით ბოლო ორი ვიდეო დავდე იქ ერთი არის განხილვა ზუსტად ამ ყველაფრის ეგ ვიდეო აუცილებლად უნდა ნახოთ და ლაიქეთ გააზიაროთ ყველამ ნახოთ და მე მინდა ერთ ფაქტს შევეხო ესე ძალიან ბევრი გულშემატკივრო ყავს და მხარს მიჭერს ძალიან ბევრი ადამიანი სალომე უშხვანი ნიკო ქართველი მეჩანთე შეროზია პაპავა აი ეს ადამიანები რომ მიჭერენ მხარს ეს ადამიანები და კიდე ამდენი 1800 კაცი მიჭერს მხარს აგერ გულების მეტი არაფერი ისწავება მესენჯერ ჩატში 2000 კაცი მყავს Facebook ჩატში 8000 კაცი მყავს და მეუბრევია გულშემატკივარი არ ყავსო ხალხო გჯერათა ანუ მეუბრევია რა ყველაფერს აი ანუ გეხვეწებით და წარი გთხოვთ ეხა ძალიან აი ყველაფერს მეუბნებიან გულშემატკივარი არ ყავსო ამდენი ხალხი მიჭერს ამდენი წინაპრაღოს მონაწილეები მიჭერენ მხარს ესენიც ვერ ხედავ სიმართლეს ანუ ეს ადამიანები ვერ ხედავ სიმართლეს რაღაცაზე მინდა რომ თვალი აგეხილოთ ახლა აი რო იცია რომ აი ამდენი გულშემატკივარი ყავს ლელუს ლორენცოს და მუზებს ყველა სამივე შეიძლება რომ მე დავესვი აუთსაიდერის სკამზე არც ერთი არ მსვავს იმიტომ რომ ეშინია ჩემთან ერთად დაждდობის და ეს დაამტკიცეს ხალხო და აი ვერ ხვდები და მე მეჩხუბებიან რატო არის ერთადერთი მონაწილე ვარ ძველი ვინც სკამზე არ ჯდომილა იმიტომ რომ ეშინიათ ამ ადამიანებს ხალხო და ეხლა რა თემასაც მინდა შევეხო ყველაზე მნიშვნელოვანი ესე იგი ესეთი სიტუაცია არის სკამზე არ ვსვავენ იმიტომ რომ ეშინია ჩემი ამდენი ადამიანი და ამდენი ძველი პრაიმ ჰაუსის მონაწილე რომ მიჭერს მხარს ესეთი სიტუაციებია ხდება ამ სახში
მეგობრებო და სვავენ სკამზე დავითას რომელიც ანუ ერთი კვირა იყო პროექტში და რადგან ერთი კვირა იყო პროექტში ხალხო გულშემატკივარი არ ყავს და დავსვათ და გავაგდოთო ეს არის გაწირვა ხალხო ადამიანის მე არ დამსვეს სკამზე იმიტომ რომ ბევრი გულშემატკივარი ყავსო და ბევრი რაღაცე ანუ ის კლიკერები გაქვს არ ჯდომილ ვარ სკამზე ხალხო და მიგორებენ თემას რომ აი ჯავახ არა იცი ანუ ჯავახა ძლიერი მონაწილეა და მაგიტო აჭერს ყველა ეს უნდა გაითავისოთ ეს მე ძლივს გავითავისო მეთქი რატო მოდის ამდენი ადამიანი ჩემზე იმიტომ რომ ძლიერი მონაწილე ვარ თურმე არ ვიცი მე არ მივიჩნევ თავს ძლიერ მაგრამ ამ ადამიანს მიაჩნიათ ეგ მაგიტო არ მსვავენ სკამზე ხალხო და დასვეს დავითის დასვა იყო ჩვეულებრივი გაწირვა იმიტომ რომ ცოტა აუდიტორია ყავსო და რადგან ცოტა აუდიტორია ყავსო ეხლა უნდა გავწიროთ ეს ადამიანი აი სხვა ვერაფერს ვერ ხედავ კაც ღიმილის მეტი ხალხო არაფერი უკეთებია აქ აი ღიმილის მეტი არაფერი უკეთებია აქ ანუ მაგ ადამიანს და უბრალოდ აი ესე ადგილი და ანუ გაწირეს და დასვეს სკამზე ხალხო რავი არ ვიცი აი როგორღა ან უკვე ოთახში შემომივარდნენ და ჩემ ოთახში წევს აი მე აი და ანუ მე რაზე მაქვს საუბარი ვინ წევს ჩემ ოთახში რომელი ადამიანიც აი ეს კონტენტს აკეთებს თავის სასქესო ორგანოზე კუჭირო აქ აშლილი მთელმა საქართველოს მიცის გაიგე და აი ესეთი ადამიანი ხალხო მიწევს გვერდით და გუშინ მეუბნება ვერ ვიტყვი მაგ სიტყვას ეხლა ანუ დილაობითო რაღაცები მომდისო ხალხო ანუ აი ესეთ ადამიანთან ერთად გვერდით რატომ უნდა ვიწვე მითხარით ანუ ჩემი თავი შეურაცხყოფა ხალხო აი ეგ მიწევს გვერდზე გან რაო მარიამი ჩართე საიდან ჩავრთო მარიამი ხალხო არ არის არა არსად რავი არ მიგზავნის მე და მარიამი ჩაგერთობით ჩაგერთვებით მაგრამ ჯერ არა ჯერ ლორენცო არაკაცი ჰეშტეგი არა ხალხო აი ის ვიდეო ნახეთ სოცოროზე რაღაცა ედიტი რო იყო აი ანუ ნახეთ აი ესეთ სიტუაციები ხდება ამ სახში და როგორ აი თქვენ შემოადგილეს რაც გააკეთებთ მითხარით ანუ აუთსაიდერის კერძე არ სვავენ მე ანუ ამის გამო წნეხში მაგდებენ ხალხო ესეთი ხარ მეუბნებია რომ ვეზიზღებით ინათინ მეუბნება რომ ვეზიზღები და ჩემი გაგდება უნდა აი ესეთ სიტყვებს მეუბნებია ხალხო მიღრიალებენ მიწივიან ვიდეოები ხო ნახეთ ღრიალებენ წივიან ხალხო და მე ვარ მე გაგიჟებული ანუ მე რო რაღაცა იუმორ ანუ რაღაცა ესე რომ დავიგრუზე და რაღაცა რომ მინდა რომ ჩემ თავს უშველო და იქ ხესთან დავჯექი ველაპარაკები ანუ ველაპარაკები მე ამ ადამიანს ჩავახრავა ხო და აი ესეთი რთული სიტუაციებია ხალხო და ანუ რა აი შემოვარდა ოთახში გულში მთელი ღამე პროვოკაციას აკეთებდა ეხლა მე თქვენ გეტყვით ლორენცო ხო გაინტერესებთ აი ეს დასთო გამოიღეთ ჩასქრინეთ და ამოჭერით რა რატომ გახსოვთ ლორენცოს რო შევარქი პროექტის ორჯერ ნათრევი ხართ ხო გახსოვთ ეგ რო უთხარი ხო გახსოვთ ეხლა ლორენცოს კონტენტი დაეკარგა თავისი სასქესო ორგანოს კონტენტს რო აკეთებს მარტო ხო ხედავთ რა რთულ სიტუაციაში არის ეხლა უნდა რომ ჯავახათი კონტენტი შექმნას იმიტომ რომ პროექტის სამჯერ ნათრევი გახდეს ანუ პროექტმა რომ მესამეჯერაც გადაარჩიოს ჯავახათან შემოვიდა კონტენტისთვის ხალხო აი ეს არის ნამდვილი სიმართლე გესმით ხო და აქ შემოვიდა და მე მიწამლავს ესე იგი ნერვებს ხალხო აი ცუდად ვარ გეუბნებით ერთი დღე მეძინა დღეს არ ვაპირებ ახლა აქ დაძინებას გავალ ალბათ ამ ოთახი და რა ვიცი დავიძინებ იატაკაზე რომ იქნება ვიღაცა შევეცოდო და აქედან გაიყვანო რა აი რა გავაკეთო კაი ნუ წერთ ლორენცოზე ცოცორია ცოცარა არისო ნუ წერთ ხალხო ცოცორო რა არის არ ვიცი შეგიძლია დამიწეროთ იმიტომ რომ ლორენცოს უწერენ კომენტარებში ცოცორო ხარო და რა არის ეგ ცოცორო არ ვიცი სერიოზულად არ ვიცი რა ვიცი
ჩემო უსაყვალესებო, ჩემო უნეტარესებო და ჩემო უმაგრესო ადამიანებო, ახლა აი ამ ყველაფრის შემდეგ რაც თქვი, ანუ უნდათ ეხლა რომ დამაბრალონ ამ ადამიანებმა რომ ცუდად ვარ თუ რაღაცა ეგეთ უბედურებას მიგონებენ ანუ მე რომ ანუ ვცდილობ რომ თქვენ მაინც ანუ ესე რომ დაგრუზული ვარ მაინც ანუ ჩემი აი სტრესი და დაგრუზულობა რომ არ განახოთ და ანუ რაღაცა იუმორში გადავიტანო იქ ხეს რომ ველაპარაკები და აქ ოსტრს რომ რაღაცა სახე მივახატე ანუ ეს რომ მინდა რომ ანუ იუმორში გადმოვიტანო თქვენამდე მოვიტანო და გაგაცინოთ ეს ადამიანები ეხლა აგორებენ თემას რომ მე ვარ თურმე რაღაცა უბედური ადამიანი გიჟი და აი რაღაცა ფსიქოლოგიურად შეშლილი ანუ რეებს აღარ აკეთებ, ხვდებით რამდენადაც აკეთებენ იმისათვის რომ ანუ მე ჩემი რეიტინგი დააგდონ ანუ მაგრამ ჩვენ ვარ ძალიან ბევრი ხალხო მაგიტომ მიყვარხარ ყველამ დაუჭიროთ მხარი დავითს იმიტომ რომ უსამართლოდ დასვეს კამზე სუსტი აი ეს არის ჩემი სიტყვები სუსტ ზურგი კი არ უნდა მიაქციო პირიქით უნდა შეუტრიალდე და გააძლიერო აი ეს არის ჩემი სიტყვები გუშინ მოვიგონეთ ჩემი უსაყვალესებო და გთხოვთ დავითას ახლა დაუჭიროთ მხარი იმიტომ რომ ახლა სჭირდება ჩვენი დახმარება. არ გავწიროთ დავითა როგორც მათ გაწირეს ჩვენ არ ვართ ის ადამიანები მე და თქვენ და ჩემი გულშემატკივრები არ ვართ ის ადამიანები რომ სუსტ წიხლი დავაჭიროთ ხალხო და მე მინდა რომ აი ესე ყველა გულშემატკივრმა მთელი დღე აი ესე 10 ყველა 10 წუთში დავითას მივცეთ ხმა იმიტომ რომ ეს ადამიანი მართლა იმსახურებს აქ დარჩენას რა იმიტომ რომ ღიმილის გარდა არაფერი უკეთებია და მოდი არ გავწიროთ ეს ადამიანი და ყველა მხარი დაუჭიოთ 1600 კაცი ვარ 0-3-3-301 ხო თუ არა ხო ხო 2 წუთი პოსტი აუცილებლად გადადით ნახეთ და მეგორო ინსტაგრამზე დავდე ესე იგი მოდი ჯერ TikTok-ზე რაც დავდე ეს ორი ვიდეო გადაით აუცილებლად და გაზიარეთ ყველამ ნახოს აუცილებლად ეს ვიდეო და ხარი დაუჭიოთ დავითს ყველამ ნახეთ ეგ ვიდეოები TikTok-ზე რაც ვიდეო შემდეგ გადადით Instagram-ზე დავდე ახალი პოსტი და ეს პოსტიც აუცილებლად უნდა ნახოთ ესე იგი გადმოდით ჩემს Messenger chat-ში Facebook-ზე გადმოდით Messenger ჯერ Facebook-ზე გადმოდით აუჯავახა მე Messenger-ს დააჭირეთ და გაწევრიანებით ჩვენს chat-ს ძალიან ბევრი ვართ უკვე 2000 ხვდებით ხალხო